სახელმწიფოს მესამე თავში თქვენ გაიცნობით თემას, როგორც არის ნოლიდან იდეამდე გზას. როგორ უნდა მიხვიდეთ, როგორ უნდა გადადგათ ის პირველი ნაბიჯები და რა რჩევები შეგვიძლია ჩვენ გაგიზიაროთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიდგომა აქვს ასახული პოლ გრამს, ეს არის Y კომბინატორის დიდი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის დამფუძნებელს და ტრენერს და გადმოცემული აქვს 4 ნაბიჯის გზით. ჩემთვის რამოდენიმე საყვარელს გაგიზიარებ დანარჩენ სახელმწიფოში შეხვდებით და ერთ-ერთი ესეთი არის, რომ უნდა გახდეთ ექსპერტი. ექსპერტის როგორ უნდა გავხდე ექსპერტი? ეს არ არის კლასიკური გაგებით, რომ წადი აუცილებლად უნივერსიტეტში ისწავლე და ასე შემდეგ. ეს არის გზა, რომ თქვენ გაატაროთ ძალიან ბევრი დრო დაკვირვების და შესწავლის პროცესში იმ ინდუსტრიაში, სადაც გინდათ რომ პირველი ნაბიჯები გადადგათ. შემდეგი რჩევა რაც არის ის, რომ თქვენ აუცილებლად ისეთ პრობლემაზე ფოკუსირება უნდა გააკეთოთ, რომელიც თქვენ გეხებათ, ან თქვენვე გადაგხდათ, ან აუცილებლად ხართ ამ პროცესის მონაწილე. და სხვა საინტერესო რჩევები. ეს გეხმარებათ, რომ თქვენ იცოდეთ იმ საქმის კეთება, გესმოდეთ, რასაც აკეთებთ, ის პრობლემა თქვენ გაწუხებთ, რომ მოტივაციაც შეგექმნათ და ასე შემდეგ. ამავე პროცესში სახელმწიფოში შემოტანილია ისეთი რჩევები, როგორიც არის მაგალითად საკუთარ თავზე პერსონალური SWOT ანალიზის გაკეთება. SWOT ანალიზით თქვენ დაინახავთ, რაში ხართ ძლიერი, რაში ხართ სუსტები, რაში გჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა მეგობრების თუ პარტნიორების თუ კოლეგების და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს მეთოდოლოგიები არის ზუსტად ის, რომ თქვენ თავს ემუშაოთ, ან თუ გუნდი ხართ, გუნდმა ერთად იმუშაოთ. სახელმწიფოში ასევე ასახულია ისეთი საინტერესო მეთოდოლოგია, როგორიც არის იაპონური მიდგომა იკიგაი, რომელიც გასწავლის რას? რომ აუცილებლად დაფიქრდი, რა გიყვარს, რაში ხარ ძალიან ძლიერი, რა არის ის საქმე, რომელიც სამყაროს სჭირდება და რაში გადაგიხდიან ფულს. აი ამ 4 კომბინაციის გააზრებით თქვენ აღმოაჩენთ თქვენ მამოძრავებელ, მამოტივირებელ ძალას. თქვენ მიხვდებით, რომ მაგალითად რაში არის თქვენი მისია, იმიტომ რომ თუ იცით, რომ სამყაროს სჭირდება და თან ეს საქმე გიყვართ, ესე იგი მისია გქონიათ, რომ მოდი და ვაკეთოთ ეს საქმე. ან უბრალოდ მარტივად რო თქვათ, რაში ხართ კარგი და მეორე მხრივ რაც კარგად გამოგდით, ეს თქვენი პროფესიონალიზმია. რაზეც საუბრობდა პოლ გრამიც, რომ შეგიძლიათ და დააკვირდით, რომ რაში უნდა იყოთ ექსპერტები და ამაზე ძალიან ბევრი დრო უნდა დახარჯოთ, ხო? სახელმწიფოში ასევე ასახულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თუ ვაფუძნებ საწარმოს, აუცილებლად უნდა დავაფუძნო ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელიც ჩვენს გუნდის სიძლიერეს ხელს შეუწყობს და არა მხოლოდ მეგობრებთან ერთად. მაგალითად, მე ვარ ბიზნეს აზროვნების მქონე ადამიანი და ვეძებ სხვა ბიზნეს აზროვნების მქონე ადამიანს, ვინ მიხედავს ტექნოლოგიას, ვინ მიხედავს კომუნიკაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინახოთ გუნდის როლი, გუნდის წევრის თითოეულის რა როლი უნდა ქონდეს, რა ფუნქცია უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. სახელმწიფოში არის გადმოცემული როლების კანვას მეთოდით, სადაც უბრალოდ გუნდი უნდა დასყრეთ და უნდა გაინაწილოთ, რომ ამ საქმის კეთებისთვის რა მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი და რა მნიშვნელოვანი პროფესიები და კომპეტენციები გჭირდება. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია, რომ გუნდმა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები, თქვათ ვის რა გვექნება გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვიცით, რომ გამკეთებლები ვართ საქმის. ინდივიდუალური პროფესიონალიზმი და გუნდის პროფესიონალიზმი ერთად რო წარმოვიდგინოთ, ჩვენი უნარებით უნდა შევავსოთ ერთმანეთი. სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ, რომ საიდან უნდა დავიწყოთ. უნდა დავიწყოთ პრობლემის ძიებიდან, უკვე ვახსენეთ ერთი კომპონენტი, მაგრამ აუცილებელია, რომ თუ მაქვს იდეა და არ დამიწყია საქმის კეთება პრობლემით, აუცილებლად ერთი ნაბიჯი უკვე გადადგეთ და დაიწყეთ იმაზე ფიქრი თუ ვის და რის პრობლემას აგვარებთ. თუ იცი ზუსტად რას აგვარებ, ვისთვის აგვარებ, რატო არის ეს მისთვის მნიშვნელოვანი და ამას გაიაზრებთ, საბოლოო ჯამში თქვენ მამოძრავებელ დიდ მექანიზმს შექმნით. იცით რაც გაქვს მოსაგვარებელი და ნებისმიერ შენი იდეა და იდეის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე იცი რომ ამას აგვარებ. ეს არის ის პირველი მესამე თავის ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც იქნება დაფარული პრაქტიკული რჩევებით და თქვენ ერთი რაც დაგჭათ არის ის, რომ ინდივიდუალურად კულტურად დასხდეთ, სახელმწიფოს მიყვეთ და შეავსოთ ის პრაქტიკული მეთოდოლოგიები, გაიცნოთ, წაიკითხოთ და თითოეულ თემაზე არის საინტერესო ვიზუალიზაცია, რომ თქვენ იმუშაოთ თქვენ გუნდთან ერთად.